მოგესალმებით მეგობრებო, დიდხნიანი პაუზის შემდგომ დაგიბრუნდით განსხვავებული ადგილიდან, თქვენი წარმდგენი, როგორც ყოველთვის დაწყების დღიდან, Omega MBR-ი და ძალიან დიდი მადლობა Bar Vibes იმისთვის რომ გვაძლევს Vibes და ვართ აქ და ვიღებთ ამ გადაცემას. და ვაიბობთ. და ვაიბობთ. აუ ისე არ ხედავთ. ჩვენ არ ხედავთ ხანძ. ხო, მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ დაბრუნდით და ძალიან ბედნიერი ვარ რომ დღეს გვიწევს ძალიან ძერსკი ბეთლის არეაქტება. კი. მაგრამ მოდი მანამ ცოტა მოუყვეთ იმასთან დაკავშირებით, რატო არ ვჩანდით ერთი თვე. დავაი. მოკლედ, ესე იყო რომ იუას დაემართა სასტიკი ვირუსი და მე უბრალოდ იუასთან კომუნიკაციასაც კი თავს ვარედებდი, ანუ ეს ფიზიკურად მხოლოდ მიმოწერა მქონდა, იმიტომ რომ მყავს მიმოწერის დროსაც მესიც რომ იგზავნი და მე პირბადის ემოჯებს აგზავნი და ეგრე ჯობია. იმიტომ რომ პირბადის ემოჯებს აგზავნი და ეგრე. სახლში მყავს ბავშვი და ყველანაირად ვერიდებოდი იმას, რომ ვირუსი მეც მქონდა და შესაბამისად. იუაც მოიხო და შემდგომ, მაგრამ ეს არ იყო ჩვენი უბედურების დასასრული, ამოვყირავდით ბაგით და ფოტოებსაც ჩაგისვავთ. თუ ნახეთ, არა, ხონდა წესით უნდა ჩავსვათ. თუ ვერ ჩავსვით, სიტყვაზე გვენდეთ, რომ არა, მაგ ნამდვილად ეგრე. ხო და ცოტა საავადმყოფოში მოვხდით, მიუხედავად იმისა, რომ დიდი არაფერი გვჭირდა, მაინც დაგვჭირდა ესე გამოჯამრთელების პროცედურა. და ეხლა ესე თქვენს წინაშე ვართ, დავბრუნდით. და ძალიან დიდი მადლობა კიდე თქვენ ჩვენს გამომწერებს, ვინც გკითხულობთ. აბა როდისდებთ ვიდეოს, აბა ისა. მოკლედ, ეგ არის, გავეშვით. ვიდეო დავალაიქოთ, ვიდეო გამოვიწეროთ. გადავეჩვიე, შეჭება ვიდეო გამოვიწეროთ. უნებრივიათ, ვიდეო დავალაიქოთ, არხი გამოვიწეროთ. დღეს გვაქვს Skyres-ი კონტრას ბეთლის რეაქტი. მაგრამ სანამ რეაქტზე გადავალთ, მანამ შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტი Cactus Grind-ი უკვე იწყება. შემდეგი კვირიდან ვიწყებთ გადაღებებს. ტაში ხალხ კომენტარებში ტაშის ემოჯები გავსპავთ. კი, აუცილებლად. აქ აბლონის მატებს დავადებ. აბლონის მატები. ხო, დავიწყეთ მოკლედ. ყველა მონაწილე ხოძეა, ყველა მონაწილე მისის თავისი საქმე, რა უნდა გააკეთოს, ყველას აქვს თავისი ტექსტიც, ინსტრუმენტალიც, აბსოლუტურად ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა beatmakers, ვინც ჩვენთან მუშაობს. უძერსკესი კაცი. ხო, ანუ ყველა ამ დეტალებს გაეცნობთ უშუალოდ მაშინ, როდესაც Cactus Grind-ის ეპიზოდებად გამოშვებას დავიწყებთ. და სულ ეგ არის რა. სხვა რაღაც დაგვრჩენია. ხო, ანუ Cactus Party-ს რაც შეეხება, Cactus Party-ზე რაღაცები გართულდა. ეგეც ვთქვათ რა. გართულდა რაღაცები, მაგრამ მოდი წარმოვიდგინოთ, რომ 2020 წელია და არის იზოლაცია. ხო. შეკრების თავისუფლება არ გვაქვს რა. ვირუსმა შემოგვიტია. ხო, ეხლა რაც შეეხება ბეთლოვიჩას. ბეთლოვიჩა. მე აქ OBS გავხსნი ერთი წამი. ბეთლოვიჩაში გვექნება Skyres-ი კონტრას ბეთლი დღეს როგორც ვახსენეთ. ჩვენ ახლა თუ გინდა დაგიფეიქებთ, რომ არ გვინახავს ეს ბეთლი, მაგრამ და თუ გინდა ესე ძალიან გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენ ეს ბეთლი ვნახეთ. მაგრამ რეკორდინგი? კი. ჩვენ ეს ბეთლი ვნახეთ. მაგრამ მაინც არ გვინახავს ისე დეტალურად, რომ მე არ გამირჩევია სიმართლე. ითხრა და ეხა მაქვს მუღამი, რომ კაკრეს რაღაცები გავარჩიო. პირდაპირ ესე დღეს მოდი გავარჩიოთ. პირველი რაუნდი. აბა კონტრას რაუნდი არის პირველი. კონტრას გამიჭერბიჭე. მე მქონდა ტრავმა, გეგონა მოიგებდი, დავხედო PvP მათ შემიკრიბა ბოიბენდი, მაგრამ თქვენ თავებში ეკაცები რო ჩაგდეს, დავბრუნდი უფრო ძლიერი ვარ როგორ ჩაკვე, თქვენში ბევრი სტილი, მაგრამ ნული მოცულობა, დანარჩენი 7x-ზე შეზილოცულობენ, მინდოდა battle rap-ი, აღმოჩნდა ინკუბატორი, და მიცეხეთ ბოსი რეპერების ლიკვიდატორი, ახ მოვაჩინე ზარდიკაიხ მოვიყავი ზურგი, და ამ სიაშის მე ვიყავი სუპირველი ქურდი, გადაიბარა ნიკის ლომეს გახდა წოფიანი, ლეკვის ახალი ფლობელი ზურიკო კოკლიანი, მიმართავ რეპერებს არ გამიდისოთ კლიშოთ ქურთები ასეთია ცხოვრება და აი ამ ცუგას ბედი რადგან მუდამ ჭირდება ეზიდი შუგარ დედი ზურიკოს უმოვი ეს დაციგებებში და ბოლოს იკაჩეზრა და დაიხენეს გვერდში შენი მთლიანი ცხოვრება შულო კამასუტრა და ეხლა იმას აკეთებ რაც ეზით მამას უნდა bitch click like bang ვაკეთილი სამი სუხიშვილი gang ჩემი ძმები ჩემთან შეშინები მოგელა და მაგრამ ვიცი რომ თელ დარბაშია კონტრას პოდა ერთხელ მაინც შემოგ ჩაგენო სული იმ დონეზე ემოცია ჩადო აშკარად მხოლოდ მაგ ემოციის გამო დააკლდა სუნთქვა.
კი. ეგ არ არის აი კონტრა ზოგადად ეგ პირველი BPM ბეთლი კამისთან რაც ხონდა, მანდაც ეგრე იყო. იქ ჩვენ ხო ვიყავით ლაივზე. ისეთი ვაიბი ტრიალებდა, ისეთი ვაიბი დაატრიალა კონტრამ, რომ ხო. თვითონ ენერგეტიკა იმ დონეზე გამოაცალა, სულ თქვა, რომ ეგ არ არის პროფესიონალიზმის პრობლემა, ეგ არის მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ფაქტი, რომელსაც ესე ვერ გაითვალისწინებ რა. კი. და ეგ სრულიად ოკეია ჩემი აზრით. ამის გამო ქულა არ უნდა დააკლდეს. მაგრამ კარგი იქნებოდა რომ არ მომხდარიყო რა. არა, ისეთი ხარვეთის არ არის. ხო, არა. ამას ხარვეს ვერ დავარქებ. თანკიმს ეთყობა როდის ავიწყდება და მაშინ აკეთებს მაგას. მოგიტყა შემოქმედება თუ ხალხი ვერ გაიაზრებს ავტოტუნი ჩაურთე თორე ისე ვერ იბაზრებს ისიც შენს ვერ ხდები რათა შეიყავი სანამ კონტრა შეხდებოდი პროსტა ბომჟი იყავი არ ვარგე skyline ტუნის გარეშე იქიზის ასე გამოიყურება სანამ შეხდა ეგზიბის გავიგე შენი flow გაიგე სიტყვის პასი გინდო და სხვა გადისო და შენ გადისე დასი მესიჯი შენი თემა არა ახარ ცუდი მტრედი შეგეშლება ერთი ასო და გამოვამტრები საერთოდ რატო გამოხვედრეთ მინატურთი მხრებზე ლიგის უწერდი ფაჩეს ბანიზე და ეხლა განულდი ბოლოს ბაჭიას შეუწერი და გიწერა ჩემზე ეხლა მიდი წაგვიკითხე ბოზო ბანის საუნდი მეტი ახლა ბინარი ბანი და მოსკა მესამეთ გააცხოვს აღარ რო გადაწყვეტე მოსვლა მე ვარ კარგი შველი ქუჩაში ქვია ფრაირი იმდენჯერ დაგარიგე რომ ზოგჯერ მგონი ხარ ფლაიერი მე ვარ თავის მენა ისაუთ მასტუდია და გითმო მიდი შევერე დღეიდან შენი ბუდია ზიკოს კლიპები ფუჭით ცდები ვერ იტყვი რომ ცუდია და ბაჭი ამ გამოგიტანა განაჩენი ქუდიდან და PvP-ზე გასმა მოგიტანა ჰაიპი მაგრამ ხარ ცაცარა რეპერი ამ ჯობინე кайფი ამ რაობს ლების მერე ისმენ ვიცი ძალიან ინანებ რამდენი სარეცადე და მაინც ვერ გახდი კი რამე ნაშევსებასება ტაიბი ტრინი ვოკალი დამიჯერე არის ძიდო შენი ფუსი ვოკალი სერენ ვისაც არ პასუხობდა ეს ჩემი ბრალია შენთან გოგო თუ იხდის მაშინ მას შენი ვალია მოხოდი ჰაიპი სტუმარი პუბლიკას შენ კი ვერ ძალიან პერსონალი იყო გიდა ამის გამოწერა დავადგები იმუბას სადაც ჩამოვიდა ჩინური ანგლუკა თიმუდან ჩემი მარცხი უდოდათ შენ უბრალოდ გიყიდეს ბოღმა აღწოთვერე გუებიან აქ შემციდიდეს ასეა დღეს ასეა წინ და ასე იყო წინაზე მესამე სეზონი მიმაგან პოზები ჩინაზე ოკეი ბიჭო ყველაზე მეტად ბიჭო რამ წარე ბიჭია ყველაზე მეტად გამისწორდა storytelling-ი რო ქონდა ჯერო ნიკისლოვო მერე კოკლიანიო თავიდან მე ვიყავიო აი storytelling-ი რო სულ გჭირდებაო ეზიდი შუგარდედია ეგ იყო ჩემთვის ამ რაუნდში რაღაც კაი კარგად დალაგებული რაუნდი flow-ებს არ ვეხები იმიტომ რომ კონტრა flow-ებში ძალიან მაგარია და რაც უნდა გაეკეთებინა და რასაც ველოდი ეგ გააკეთა ხო ანუ კონტრას flow-ები არც Sky-ის მათ შორის, ანუ Sky-ისაც, ანუ ამ იმასში, რა ქვია, ამ battle-ში ყველა მიცოდა ისედაც უეჭველი, რომ vibe ორივე ზერს კი ექნებოდა, flow-ები ორივე ზერს კი ექნებოდა. მაგრამ ეს ბეთლი არის ცუდი ბეთლი, იმიტომ რომ ორი ისეთი ტიპის შეხვდა ერთმანეთს, რომლებიც საფინალო როჟები არიან რა. კი, მაგ ხრით. ეგ არის ამ ბეთლში ცუდი დამთხოვა გაიჩითა, რომ შენ და ბანიზეც მაგას ამბობდნენ, სხვათა შორის მახსოვს ეგ მე და ბანის მაგას ვიზახდით. კენჭისყრა რო გაიჩითა და რო გაიჩითა ის თემა რომ მე და ბანი ერთმანეთს ხვდებოდით, როგორები ვიყავით მე და ბანიცია, კარგი. თქვენ არ იყავით მაგ კენჭისყრა. ვიცი და მირეკავს ბანი რა, ასე და ასე. ჩვენ არც ბანი არ იყო. ხარა, ანუ ცალკე ჩატარდა კენჭისყრა. შენ იღებდი, შეგაუბიტანე განაჩენი. არ მე ვნახე როგორ გამოგიტანეს განაჩენი. ოკეი. ხო და მე და ბანი როგორები ვართ, იცი ლაინზე ბაზრობთ და აუ კაი რა და რაღაც ეგრე რა, ხო და ახაც რაღაც ეგეთი დამთხოვა. ხო, ეს იყო ძალიან ცუდია რა, ანუ არა რა. ოკეი, Sky-ის მეორე კი არა, Sky-ის პირველი რაუნდი, საპასუხო რაუნდი. ნახოთ. კაი, გავიხვიძოთ. შენი პანჩი ძალიან ტრუხა ჩემი პანჩი კიდე ბიო მე აკვატრიალებ კარბუქ შეკი შემი ბერავს სიოს ეს ქურთი ვამპირი დაუჭე უკან გავტენი ნიოს ისე დიხლეხ მაგა კამიცები ფისი შევეციო პიკუ დინამიტი ფეხემ გვეკა გამნახვათან დაბრეკოთ უსტაუთხი გაყვალა წირაკ ბაშა პირფერო შენი ბავში ვარ კეთილში შეგიძლია მიხედო ტიპები ყველაფერს იპარავ რეფერენს ეძახია შავი თავით არ არის სხვისი ფლოუ თუ აგიხია შენში უცებია მე მისამი სეზონი ამსია შენ მას მე მაიკლი კი მგონი თქვენ ხართ 4 გია ხო და მიკროფონ შენი პანჩლაინი გააჯოინდეს და კამისი მით მოუგერო პროსტა დააგოიმე მესამე რაუნდი დროპი ჩაიჯიბე გარეთ გახვედი და ხვები ისე ჩაგიდეს როგორც კეიჯის ტრაკები
მე მესმის кайშები. მოკითხოს რატო აღარ იღებ ამიგო მამა ფლექსი ვერსის ჯანგულკები მალე დაიდოს ჟურნალისტ ვარეპერებმა ბიჭო ხალე არ წაიღო ავტომატი და ანიმე რეპერებს ვაჩი თელი კიოტო თავს ხრიდა გრინი შენ ფლოუროგინდა ვიჩი ჩემს ვაგის როგინდა ვიჩი ჩემ დრიფს როგინდა yeah ჩემი ბომბი ძალიან წარე თითქოს ისრაელი შენ თუ სატანა ხარ გამოვდივარ მიქაელი დიძი ბიჭი ვარო მომევლინა როგორც ველი კონტრა ტიტანია გადაისვა ტიტანგელი მანან გურა მარა თავზია გადავახტები მაგიტო ვერ წლები ისევ ტესლის ბაკაცები დაგებოზებო აქ ჰაიპის რეპშები მალე გაქრები პირველი მსხვერპლი ვინ არისო მეთქი კონტრა პელეს ფეხი სუნი არა ბიჭო კონტრა კამის ვისიო არა ბიჭო კონტრა ვაფშე რატო ლაპარაკობ ქვია კონტრას იდეები თუ დაჭი და ყურსას ვეშ მამიკო ბრუნდებაში ხელში სავსე ფლოუთი მაქსიმუმ ადრებიზეს ვაფეტი შეძი კი ანუ ხაქალა ხარაბა შენა კრაშებით ის გოუთი going cycles ვატავინებ ყუმერ მაგიტო და ტელეფონში ნოუთი პირი უკვე coming დაგიტყორ ახალი ინგრედიენტია საჭირო და ამიტომაც so sweet მამას რომ იფაცოთ ამანა ჩემი ფლექსი დეპრესია სისმოჭამარა უკიდე სტრესი კეთილი იყო შენი დაბრუნება პვპ-ში კარგად ზანდებოდით გაცილება მარაკეში არა გვიცუნამი გავიჩიდე სამასებში ჯეთმენი ვარვარდი დაგიტოვე სამარხებში შენი კენგი მოვიპარე შტურმი ბანაკებში მაქსიმუმ მეტრომანის წონა გაგშე ბარათებში გამოყენებული კონტრასტების გავზაველი პოსტაში ამოწმე გაწოვე და თავზე ჩაიბი პატარა ვეინი ბეტმენ დამიძახე ამილი ჯასტით ბიჭო მარშალი ვარ ყლეკი და მაკროამილი მარშალი ვარ კიდე მაკროამილი იზია ძალიან და რაც წეღან თქვით კონტრასზე რა აქ ეხა პირველ რაუნდში ჩემი აზრით ვაიბის Sky უფრო დაატრიალა მაგრამ ფანჩები კონტრას მაგრამ ლირიკულად კონტრა უფრო გამისწორდა ვაიბის Sky-ის მხრიდან უფრო გამისწორდა ანუ Sky ძალიან დერსკად დააკეთა რაც ქნა და კარგად დატვირთული ან ზედმეტად დატვირთული არ ქონდა რაუნდი ფანჩებით რა უოჭველი ხო და კონტრას მე ფანჩებით კონტრა მერჩევნია ლირიკული კუთხით მეც კონტრა უფრო გამისწორდა, მაგრამ ვაიბის კუთხით რაღაც პონჩი Sky უფრო გამისწორდა ამ რაუნდში. არა, Sky-ს უფრო უკეთესი ვაიბი. მაგრამ პონტი ბიჭო ის არის, რომ მაინც ჩემზე რო იყოს, პირველ რაუნდს მაინც ალბათ თანაბარს დავაფიქსირებდი რა, ჩემი აზრით. რაღაც პონჩი. მაგრამ თუ მექნებოდა ვთქვათ რაღაც აი, მოდი წარმოვიგინეთ, რომ არსებობს რაღაც რეგლამენტი, ხო? და ვთქვათ პირველ ადგილზე არის პანჩები, მერე არის flow, ასე შემდეგ. ამ რეგლამენტით კონტრასტ მივცემდი პირველ რაუნდს, მაგრამ თუ რეგლამენტში წერია, ვთქვათ, ვიძახი რა, პირობითად ეხა რა თქმა უნდა, რომ ვთქვათ flow პირველზე, ვაიბი და მერე მოდის უკვე ლირიკული ნაწილი, მაშინ Sky-ს მივცემდი პირველ რაუნდს რა. აი ეგ არის. თან გემოვნების საკითხია, თან ეს საკითხიც არის. პირველი რაუნდი თაი. ხო, მოდი ესე დავაფიქსირე. მეც ეგრე ვფიქრობ. დავი, ნახოთ. Next level. კონტრას მეორე რაუნდი. Let's go. Okay. როგორ მოგდორო შენ ისედაც ხომბისი შედეგები შეკები ბიჭო და შემდეგები მეწოდებით და მაგ ჩემი მეთოდები შენ ხარ აქ რომ შედგეს სეზონში ფეხი შევდგი რომ შედგეს სეზონი ხალხში ხდება ინტრიგა თორე მე ისედაც ვიცი რომ ვერც ერთი ვერზონის კონტრასტ რაც არ უნდა მოხდეს ფინალამდე მივალ მაინც შენ არ ხარ ღირსი ამიტომ აჯობდა შენს მაგიროთ გარიყო დივაინ რაიმს ინდივიდუალურობა არ დაკარგო გახსოვდეს პატარა ბიჭი გინდა იყო ფლებოი ქართი მაგრამ შენ არ აგაქვს ამის შესაბამისი ნიჭი ჩემი რეპერტული არა თქვენი ამარტივი და როცა შენი თამაშობ მარტო მაშინ ხარ კარტივით შენი ძმაკაცები პარაშუტისტები ახლა გიხდი მოусმინებილოს შენი ძმაკაცები პარაშუტისტები რადგანაც მუდამენ კოპიენ დილოს უკვე გითხარი რაც გონდა საქმელი ახლა უბრალოდ ხარ ჩემი საჭმელი ბექნის მერე ისევ გიყენებ გვერდში იმ შემთხვევაში თუ დარჩები მთელი შენი ცხოვრების ჰაილაითი შენს უკან რო იდექი პეცლზე და როცა ვარ გადატენილი შენი თავი აქ მომიგდეს პეცზე შენი პირით ნათქვამი გაგმოგიგებ შენ სიცი არა ხარ ჩემი დონის და როცა ვფიქრობდი მოკლა თუ და გინდო ჩემში იყო არმაგედონი როგორ მოხდა რომ შენ ხარ ჩემი პირადი ბაკუგანი დროა გადამყავ ხარ ფილმში
ბოში კარგად ირგებ როლებს მაგრამ ვერას დროს ვერ მეწევი ამ ტრიპში ხელში დაუჭერ კამს დაგჭება დუში დააფატავში შენიცი მერე კი გაჩვენებ ისეთ ჰიტს შურისგან იწოვა ფენიქსი აცდალავი ისეთ გახარ ბიზნეს და არტისტად ასხევს და სტალაფირთან კანაფის და კარაფის უკიდე ფერთა დაკატავს ამათისად ვინმე მამიხსენით გეილაინებით რატო აქვს საუსე რაუნდი მიდი და დაგიკრავს კრაუდი აქვე გაგვიკეთე coming out-ი იმიტომ დაირქვა sky რო რაღაცა ცისფერი სურდა სექსის დრო შეხედოს მეწყვილეს თვალებში უნდა გაიხედოს უკან დამგენი გეიპარები და გეიპარებით რო გეიპარებით ამ გეიპარებში ამ რაუნდში მიყურე თვალებში ეს ამათვის ხარ სკაირეს ჩემთვის ისე კეიკოპი მახსოვ ხარ ნიჭიერი ბავში როგორ გახდი გეილორდ გავიგე ამ სცენაზე ორს უკვე გაუსინჯეგებ დრო გადავახვიოთ და მე ისევ შეგიფასებ დემოს ლირიკი თავისხოთ ლირიკა არ ვარგა ლირიკა მეტია ვიდრე შენ გონია გვითხრი რა ხორო ჩათვალემ სმენელიც მაგაცი მიკროშენი ტელეფონია თოს არა უშავს დახვეწევ კიდე თავარია სასმელი იყოს ფორმაში მარა დაიცა გონი შემეშალა აქ შეცდომა არის მარტო მიდგომაში მუსიკა კიდია მსმენელი კიდია я певни чиери пош харекта терти вицорчер заго да маица уорда тавши виз гахмаре пода черза да пачаш даже магата се джолди шен машин ливнинат мие чуен чен сукат гомозук сукам базари шева чеваши боло перси завра чева модаши шехар кечи ჩამოვარდი ბოტაში თავს უშველე ხარ უფრო цариელი ვიდრე ის კამირო იყო ჩვენ პოდკასტში შეხარ დასერი კებელი ჩემთან დაგჭირება თუ კი რამე თუ ვერ გაიგე მე შეძლებება თუ კი ჩემი ფოუჩ შეგებარა ნორჩ ხარ მარა კოლჩა მარა მორჩი მე ბაზ я ჯერ აქსო ჯერ დაგდებ და პარტი მორჩ ახლობა ფეთკებ დარფას ტაქტი მოკდა ხოლა დავიწყე ბიძე ვაიბის ხოლა მოკითხია მეკრი ბიძე მოდი ვარ მიმაქრას მეკუთნის კიდე ცოტა ზევიდან შენ ხარ უნიჭო ფეხბურთელი და ამიტომ ვერ მიტან ჯერ ჩემი მარცხი უნდათ მე რე დამიდეს ბექები რეალის ფორმაში დამარხეთ ისევ დავკაბექტები ოკეი მაგრამ მე დასახარ აუ კაი რაუნდი იყო ძალიან მომეწონა გამოიწერეთ არხი დალაიქეთ ვიდეო დაუზიარეთ თქვენს მეგობრებს დაკლიპეთ რაღაცები მიმები გააკეთეთ რა ვიცი ნოტაკუჯი ამას ისე შეგისვა რა შეიძლება რაუნდს ანუ რომ მოგვეწონა მაგაში ორი აზრი არა ხო მაგაზე არ ვდავა მოდი ეხა ამ მეორე რაუნდში მე ესე გავაკეთებ რომ სკაისაც მოусმენ და იმის მიხედვით შევაფასებ მაგრამ უნდა აღინიშნოს ის თემა რომ კონტრას აქვს ლაინებში ძალიან კარგი ჩამალული რაღაც მისახვედრი რაღაცეები რა კარტი ხო ეგეც მაგრამ ზოგადი ჭრილით რო შევხედოთ რა ლირიკულად ძალიან კარგია ასევე როცა ეს ყველაფერი თანხwebdriverში არის flow-სთან საერთო ჯამი იკვრება ძალიან კარგი უბრალოდ რაღაც მომენტში იყო ისეთი პონტი რომ თითქოს ძალიან მონოტონური მომეჩვენა რაუნდში მაგრამ მერე აი fast flows მომენტი რო გაუშვა იმით უკვე რაღაც მერე level ხო აი რაღაც rage mode-ში შევიდა რა ეგ დამევასა ძალიან დავი გადავიდეთ Sky-ზეც ხო კი Haime! Თქვენ ყველას გახსოვდეთ რა ვთქვი ბეტლამდე. გახსოვდეთ. მეორე რაუნდი. MC! შენ გახელმეჭვნი! Алло! Да, Дима. Где Кришка? ეს პელესტარო ხონდა. Дима. ოდას. ეს კრიშკა ვეკითხებაც მაგაც თავსახუ. ორი უკვე მოგიგე რატომ თხოვრო გეთამაშო კონტრა მეთქი ამბოს გადაყნოს სამლაინში მარა ამერია დოზა შეხარ ჩემი ბავში ძილის წინ არ და მავიწყდება სულზე კოცნა ვიცი ჩემზე სულთა რომ მიყავი ყოველთვის მარა ვერ შოლის ლოცვა ვიცი ისე ვიტივებ ფლოუების კროუები იწოს ბოხბას ერთი გამარჯვებული აქვე ვარ დაგიტოვ და დაგიტოვებ პოდკასტს თოვლი არის ბაუნსის ბამა იმენა ყველგან შემიძლია გავარჩი თოვლი როგორ ბაუნსობს შენი ფანჯი ბიჭო პეტარდა რატო სტილო მომასო ბომბა ჩემი გოგო პალესტინელია ლოგის უკვე მე რამდენად ბომბავს ჩემი ვერსი ჩემთვის მანტრა ჩემი ლეველია თუნდრა ვერ მიკმაყოფილებ მანდას ყრული მექნება მუდამ ფოსი რასი სამშენაა შენ ენაზე გეტყვი სუკა რუსული აქცენტის კაი რეშე ვერაფერს ვერ მოწამ ჩემი უკან ისეთი საბი ხარ თუ არ მოგაყვით ჩისა და მოგიყვან ბონკში ისეთი მძიმე წონავარო თერი კამ შემხედა ჩავარდა შოქში ისეთი სუსტი ფიზიკა გაგვაშლი არ გეცემა რომ ციხო გორში oh shit და ეს ვითომ ცივილიზებული ტიპები რომ ფარულად ხლეს $100 თან ეს წმინდანი მიკითხავს მორალებს სიმართლეს არ რომ მასწავლის თომარებს წავს და არასწორ შორის მიყომარებს ყველა მხალი გადავუცხოთ თომალებს ყველა ჩვენია ვეძახით კომაგებს ქვეყანაზე სიმართლეა ცოტა დღეს ახლა მე გეტყვი პირველ რიგში შევეცი სიმართლეს ალავისაც აკის იქნება
მუდამ sorry 21 საუკუნის ისტორია მოწმობს ამას ფაქტს გონი შენი აზრით ასორი ყოთელი ეს რატომ არის მუდამ ომი იმიტომ რომ როცა მაღალი ხარ ეგოს უნდა გადასცეს გნომი იმიტომ რომ ადამიანია სვავი შეკიბი ხარ ომე მტრედად თელი შენი ჰუმანიზმი უცებ რატო ქრება როცა სადღაც ხედავ შენი ვითომ სიკეთე და ყველა ერთად ოდგი ფარსია მე ვხედავ მაგრამ ეს მის ერგებით წოს იგებს იყვებს გებით ერთად 19 წლებიას გამოსtildeება მთავარი ვინ მალე ითვისებს ამუღამებს შენ ვისაც ბავშვი ძახის ხიფას არ ურჩის და იპარავს რო გადარჩეს გუშინ მე გადავწი ხვალე რაც იქნება მთავარია ვცხოვრობ დღეს ლოგიში დეკრებს სიულ ტრეკებს როუზ სიტყვის რატულობ მალე დავთავდეს ამ რაუნდის მერე სკაიერეს დაადგა პოლიცია და წაიყვანეს დაკითხვაზე აი ჩავსვათ ვიდეოს ბიჭო კაი რაუნდი არა სკაი იმენა cool bro Sky რაუნდია კაი საკის გამოზემოდან მიყურებს მე ესე დიდ ბიჭას ვაჩვენებ მაგალით აუგებს ეგრევე წეს ჩემზე მეტი წლები თუ გაიარი რა კაცინებს მალე ჩაგიკრება მზე მე ჩემსას დავიცავ გავიტან როცა შენ მუხლებზე ალყა ვიღაცის კერპს ახლა დავამთავრებ მორალს უკან მინდა გეღადაო ხლესე გისო ბიჭო ყუმარ მე ცხათვე მინდა გაგადაო შაურმაზე უარს მეუბნება ხარა დონერით ხო აბა რაო კონტრაპტრის კაიცამა და კრიშნავსა ვაყოვნინე და მოცაო შავგარნები გევასება მეთქი არ ვერსა და არა მულეთკაო კაი ჩემოზმაო დინამით ფლოუ ბუმ 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 უკაცაგე ყვერო ბუმ 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 ჩაგის ვიაი გემო ეო ბუმ 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 ეს არის გერო ერო ბუმ 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 დადი მალე სახში იტირეო ეო As for ეს შენი შეგდებული ის არის რა თემა რა მინდა ბანი მაგას მე მანამ ყოფილა ვინმეს გაუკეთებია ეგ რეკლამებიდან არა პელეს ქონდა მაგრამ ეგ აკაპელაზე ქონდა ორინა ბიჭის და მაგათი რეკლამა რო გააკეთა არა ესე მუსიკალურად ეხა არ ქონია ხო და ანუ რეკლამის მუსიკალური გადა ძალიან მე პირველად მაშინ დავამუღა მე შე რო გააკეთა არა მეც არ მომისმენია მაგრამ ხო აია ბიჭო რა არ ვიცი რა ანუ მართლა რაუნდი იმენა 100%-იც კაი შენთვის 100%-იც გაირეს, მაგრამ ჩემთვის არ ვიცი, აი ესე ვარ რა. ნახე კონტრა ძალიან კარგი იყო ფანჩები და ფლოუთი, ანუ კარგი იყო. არა, უფრო რაღაც აი Skyres-ის, აი ეხა ეკო გემოვნების საკითხია, ეხა ვაიბებს თუ შევადარებთ, თავიდან Sky რა ფლოუთი ჩემოვიდა, ეგრევე მომხოდა, ეგრევე ძალიან შეგახსენებთ რომ ჩვენ ვიმყოფებით ვაიბ ბარში. კი, ვაიბ ბარში ვაიბობთ, Sky მავაიბა იმ პირველი ფლოუთი, რაც გააძრო და კარგად საკმაოდ კარგი ხანი ეჭირა თან იქ flow ეკხოდი რა. მეორე flow switch-ი რაც ხონდა Mac flows მერე ეგეც ძალიან კარგი იყო და კარგი გადასვლა იყო. ხო, ანუ vibe-ი თითქოს ეხა უფრო Sky-სგან კარგად დამრჩა, მაგრამ აქ კიდე პონტი ისაა, რომ ლირიკულად მაინც უფრო კონტრასტკენ ვიხრები რა. ლირიკულად, მაგრამ ამ ეტაპზე იყო ის მომენტი, როდესაც Sky-სგან ლირიკას საერთოდ არ დამტკიბე. აი იმიტომ რომ ბევრი რაღაც მოყვა. მაგას კი არ ვიძახი რომ რაღაც Sky ცუდი არა შედარებითად ვიძახი თორე ცუდი არც ეც არ ქონდა. შედარებითად ვიძახი რა. ამ შემთხვევაში ჩემთვის საკმარისი იყო. ხო და ანუ ეგრე ვარ რა, აი რაღაც. იმიტომ რომ ორივეს რაუნდი ძალიან მაგრად გამისწორდა რა. ბიჭო ხო. მართლა აი. არა და იგი თქვი რა გინდა ჩვენ ხო მაინც არ ვწყვიტათ გადაწყვეტილე ყველა. არა ხო და მაგას გეუბნები, განა ის რომ რაღაცა არ მკიდია და იმაში ვარ რომ აბა ეხა რამე ისე არ თქვა, არა მართლა ეგრე ვარ რა. ვერ გადავწყვიტე, მაინც ვისკენ წავიღო ეს მეორე რაუნდი რა, რაღაც ეგრე ვარ. ისე ხო, ვიცით რომ Sky მოიგო, მაგას ხო არ ვაფეიქებთ ახლა ჩვენ რომ არ ვიცით რაღაც ეს ბეთლი ნანახი გვაქვს. Sky რომ მოიგო, ეგ სწორია. და კონტრას რომ მოეგო ეგეც სწორი იქნება. ხო, მაგას ვიძახი, აი ზუსტად. აი ეგ ხოდია რა. დავай გადავედით შემდეგ ეტაპზე. Umar სიძახის კაფი. ყუმარ. ეგ ყუმარ ძალიან. San out of nowhere გადროპა აიარა და ეგეთი ტრეკები იტრენდება კომედი რეპები. მესამე რაუნდი MC ჩემგან ხელმარცხნივ Русский военный корабль иди нахуй
ეს სეზონი ჩემია, მაგრამ უბრალოდ ხურდები ფინანსური გრამატიკა მინდა მეტი ბრუნვები ვიზუალით მაფასებ ჭირდება გარნიტურები მე ძალიან ბევრი ვერ მიგეცრეთ გაცდილობ ეყურები ყველა ხდება გადასვლა იყო ძალიან მაგარი ყველა ხდება გულზე რო ვერ მიკაჩავენ და ნელ-ნელა ქრება ამბიცია მის თვალებში მე კი მელოდება ფინალი ხო და თემას გავშლი ვიყავი მომავალში მე და შენ ერთად ვარ ტრატის ბარში სახე ჩამოგდრის გინდა სახში რატი მილოცავს რო ვარ ფინალში თმებს იფარსავ და ინსტაგრამს დაშლი მერე ბერაშუთა ცოტა ხაში ტირი ხარ კი ვიღაც გუდუნებ გაკალებ დავკარგეთ ბავშვი აღარავინ გიღებს ფოტოს და შენ მიგატოვებს გოგო შენ საერთოდ ყველას ავიწყდები როგორც ტექსტი ტოტოს ვიცი რომ დღეს ხლეობას მიკისრებ და დავხუჭე თვალი მაგრამ შენთვის ყოველთვის იქნება ღია ჩემი კარი ვინც გაქეზებ და ძმაზე ეგრევე ყლეზე გაუშვი მტერი არ არის შეცდომა აიღე და დაუშვი ხარი გადაწაკული ჩამირები კიდნები გაში არაფერი დაუწყო ხტიპები ვინები ძიზდები და ყლეობა მაგალითებს იცლებით გიჟდები შეში ვერ იპოვიან თავს მიდგის მესალხი რამე სწორი მესეჯი აგაგურე ახლით მაგნე ნახი მათი მახიდა და მახი ყველა ნახოს მათი სახით ციპოროქო ვიცი არ გიტარო თავიდან მამბიდან გამოიტანო დასნოთან და ბაკიდან გადი პანჯიდან ბამს გავიდან მე მაგ ბენჟამინი ვარ ბატონი და ეს თემა უნდა მარტო მე ვარები შენი პარო ყველა ფერში უკუღმართო სალი ყურით ყრუხარ და გამოხვედი რეპერი რო კონდეს სალი ფეხი იქნებოდი ფეხბურთელი ერთად მოგვიწევია შენთვის ორი ნაფასის ბევრია აზი ბალახზე მოგტეხავ როგორც ყვარაცხელია სუბტიტრები დაუმატო ტექსში რამე გაიგონ დაურეკა ლოგოპედს და უპასუხა თაირო მე ვარ ტიტულისტის შენაირები თამაშს კლავენ მარტო მასში ხარ ჩემპიონი თუ შენ ბაზარს წავენ ფანრები ყველა ვაფშე ყველა ფანრები ადრე ეს კარგად მოიფიქრა ძალიან და კამანდაც რო აყვა მაგან გაასწორა ძალიან შენ კოპესირებს კილების არ ქონა სვინდა მიხედა აქ ეს კანტონა ტყუილეს მეგონა მეგრე არ გამოვა ბრუტულურად გადაგილი ვარ კანტონა შეხალაითი ვერ უკაჩავანწონავს მიყვები მოდესგრე არ გამოვა ჯერ არიცი რა არის ცუდი რა კაია კონტრაფიცი აქ მოწყობაია ბუ ეს არის ბაზუკა ფლოუ აქ შემდეგი ვინ არის პრო ყველას გადაგილი კიდე მაგ დრო ამ სეზონში აღარ იქნება შოუ ბუ ეს არის ბაზუკა ფლოუ აქ შემდეგი ვინ არის პრო ყველას გადაგილი კიდე მაგ დრო ამ სეზონში აღარ იქნება შოუ არსებობს კარგად გააკეთა ეგ ამბავი რომ ის დამახასიათებელი ფლოუ რაც ხონდა ეგ რო გაიმეორა რა მე ძალიან მომეწონა რომ დააბრუნა ეს დახრება ამაზე მენდეთაკ მეორე დაეცა და ჩვენ გულებში რჩება ლეგენდა რაღაცას მომბლავ რაღაც პირში კობი ბრაიანტი და კობის პარალელი დაიხრებით როგორც გილზები ზოგის რეპი მელოდია ზოგის რეპი არის მწარე მაგრამ ერთ-ერთის თვალებში ვერ ვნახე ეს ნაბერწკალი როგორც ვილ სმით მე ვარ ლეგენდა ამ ჟანრის კლასიკა მახსოვს რეპის გამო მაგდეს კლასიდან ეჭვიც არ არსებობს თავში ერთ დღეს ავავსებ სტადიონს ბოშის მაგაცთა სიგარი ბესვეთქვი ადიოს რაისა სასწორზე ყველა ზევზებ ამას შენი ფლოუ აქ ვერწონის შეგვიძლია აქვე დავამთავრო ჩვენ ეს სეზონი აი ენდინგი ქონდა აი ხო რაღაც ფათალიტი დასრულება ქონდა ეს სტორი ენდინგი გააკეთა რა ხო ყველაფერი კარგი იყო იგი ცოტა არ არის ჩემსელში საერთო ჯამში რა ვიცი ძალიან კარგი რაუნდი იყო კარგი რაუნდი არა ბიჭო კონტრანიჭერი ტიპია მე ხო ვიძახი შეცდომა ამათ ერთმანეთთან შეხვედრა რა ამ ეტაპზე პირველ ეტაპზე რა ხერხი შარგოს აბა რა ერთი ძამი რა ხო აბოდიში ეს რაუნდი სანამ დაიწყება გროტასკ ვერ ხედავ რა არ ვიცი სანამ როტასკაზე მაგარი გაბრაზებულია ოსკასთან რო ხმა არ მიცა მაგ პონჩი იმენა გულში აღწენად ლიმბეგ და ხო შეფასების დროს ხო აქცენდა როტასკა ეს რა ხმა მოუშვა ფიშო
ეს რა ხმა ამოუშვა, ანუ რა ლოუარით, მა, კარგად ხარ? ბიჭო, რა ხმა მოუშვა, მაგრამ საიდან მართლა საიდან მოათრია. ანუ Sky რატო გვიმალავდი? მე მახსოვს რომ რაღაც წვრილი ხმა და ხანუ ეს რა გავაკეთე? რა voice change იყო. Იხორ მხალეს მაი ჩაგაჭერ მოგი კალის სტამინა მთელი შენი ფოუ პასტერი დრამინა სანამ მოგისმეტი ერთი შავი და სამი და უკავი ხარ კონტრა გავიდა ამოვიდა კეთავს კარტე where I win ხედავს goals კონტრა გაჩერდი ამ ხავს ახლა give me your soul თავის ძორ პატრონ პოს where I win coming this house აკო სამოვაჭი ლავს ჯამის ის შანტი შოუ გადარებ იმენა გნომს ბიჭო გადარებ იმენა გნომს ბიჭო sorry jam sauce go sorry jam sauce სუკდა შენ მე ორიგინზი უნდა ხარო ჩემ კლეს ბუკი მოუგასე კაბას ისეთი ლომა შევეცი მოსკატა შევეცი მეტმოსა შევეცი მამას დავხრობი ვიშტო ვიპარო კრაუსთან ვიპარო თამას ორი ერთზე მოდით ვიპარო პარას ამ პარას მე ერთი ვერსით გადავფარავ შეხუსას მეშის დინამიკის YouTube-ზე და TikTok-ზე მე ვარ ბოზო დაუსულებელ სენდას აკიდებ და გადაგებო შავად როგორც კერა გოგოს და ისემ შეხარბელეს ფეხი სოკო როცა გამოდივარ მეში კეთკი პოპო როცა გამოდივარ იცი მე ვარ ლოკო დროზე გოგო გდავიჭე ბრორს ხოჭოს თუ ხრა დავაყენე რაკაბ რომის ხედავს ეგრავე გაბაგა გადადედა უცებერთა გამა დაჟუ არ უშველის გამა მიხდა რო არ დამჭირდება დანა კლები დაიბიწყა სას უწაბა რა ის როსი დაჟა გიხმა შპანა ვიდი ტრუსი აიწიე ჯგარა ეს პარტი შაუთავ ჩემს მებს ედის და ათაბაბა და აუ ეს არის ვიძება როგამან ჩემ ფერს გარს გავატონ შეისწორე ბიჭო სარაფან შვიდი ემსი ჩემი ჰარამ ხან განი მოუნდა მოსასოთან იახტუ მე არ დაღაბავ გაგაყოლე მორგის კარაბავს ვიზე გავხარ ცოტა ბარაბას ხოდა მოგიტევებ დიმა ისხოვრები ნახლა დიმა იხა ვიწყიან დიმა გოლი არა უწი დიმა ამაგარი crowd control-ია შეეს ვირუსულებს დიმა ხელები გაუშვი დიმა ფუხენი მეტყინა დიმა Bomba clad. იმენა ბომბო კლად. მოკითხვა ედის აქედან. ათაბაბადანსაც და ყველა რაღა მაფინს ვინც ბაზრობს ყველა მაგას კიდევ ვინ ბაზრობს რაღა მაფინს საქართველოში. შენც ხო ბაზრობდი ადრე. ბავშვობაში. მე ბავშვობაში ყველაფერს ბაზრობდი. მაშინ ლიჟბირამე ჩაგეწერა. იყო ეგ დროს კი. მოკლედ ძალიან კარგი ბეთლი ვიცით რომ ამ რაუნდში მოდი მაინც უნდა ვთქვა რა. Skyresma, YBit ისეთი რაღაცეები აკეთა რომ აი რა დაიპყრო მთელი კრაუდი, დაიპყრო რასაც ქვია მართლა ყველა აი ამ რაუნდმა მაგრა გადაწონა ჩემი აზრით. აბსოლუტურად ვფიქრობ რომ მესამე რაუნდმა გადაწყვიტა. Просто კიდე ერთი, მოდი მაინც ის დეტალი მაინც აღვნიშნოთ რა. ლირიკულად უფრო კონტრა მომეწონა, მაგრამ YB-თ უფრო Sky მომეწონა. ხო, მაგრამ ეს ხო ბეთლია, აქ მარტო YB-ს არაჯიბრებენ რა. ხო, ვიცი, მაგრამ მე ჩემი განმოსახედიდან ვიზახი რა მომეწონა რა, მე ხო არ წვიტავ. ხო, მაგრამ მაგ შემთხვევაში შენი აზრით ესე იგი მოიგო კონტრამ? არა. პროვოკაციულ გითხობს. ხო, ანუ არა. ნახე, მაგ რეგლამენტით შეიძლება მოიგო თქვათ ლირიკა თუ დგას მაინც და მაინც პირველზე. თუ ლირიკა ყოველთვის თუ flow დგას და YB, მაშინ Sky. ანუ ხო და ეგ არის რა, ანუ ნახე ორივე რო ნახე ხა როგორც გიო იყო. კი, მეს როგორც გიო იყო და ხა. მაგრამ ნახე ამ ბეთში ალბათ ბევრი დამითანხმება, რომ ბევრი მწარე punchline-ი, აი ტიპური punchline-ი რაც არის, არ ყოფილა. არც ერთის მხრიდან. ბიჭო, ხო, მაგიტო დაარქვეს მაკაცურ ბეთლად, მაგიტო მოინათლა რა. და იმენა დამახასიათებელი მწარი რა არის. წარე punchline-ები, რაც არის ხოლმე ზოგადად ბეთლებში, ეგეთები არ ყოფილა. მაგრამ მე გეტყვი ახლა შენ მაგარ რაღაცას, ესენი რადგანაც ძმაკაცები არიან, მე შემიძლია თამამად გითხრა, შეიძლება ძალიან ბევრი undercover წარე punch-ი იყო ერთმანეთისთვის, რაც შეიძლება ერთმანეთისგან
მაგრად ეწყინანი აი, მომენტში, მაგითო- მაგრამ თვითონ ხალხი ვერ ხვდება ის მაგითო გითხარი რომ კონტრამ არა ან კონტრამ კი რატო და Skyres-მა რატო არა ან რატო კი. არა, ეგ ოკეია, მაგრამ უყურე, მე ვიძახი რომ Sky-სგან ეს არის ის შემთხვევა, როდესაც არც ლირიკულობა, არც ფანჩი ფარდობითად ვიძახი რა. ხო. მეორე თავის ოპონენტთან შეფარდებით. არც ფანჩი, არც ვაიბი, არც არაფერი Sky-ს არ დაუკლია, არც კონტრას არ დაუკლია და აი ჟიური რო გამოსულიყო და რო თქო მოიგო ეს ბეთლი კონტრამ, იქნებოდა ოკეი, იმიტომ რომ იყო ღირსი კონტრას რომ მოიგო და Sky-მ რომ მოიგო, Sky-ს შეულებრივად ღირსი, ანუ ძალიან თანაბარი იყო რა ეს. აი საბოლოო ჯამში მაინც ნახე დავედით გემოვნებაზე რა. გემოვნებაზე დავედით საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ნახე ხალხის ამბავის დარწმუნებული ვარ გაიყო, ზოგიერთი ფიქრობს რომ კონტრა მოიგო, ზოგიერთი ფიქრობს ეგ ხო ეგრეა ყოველთვის. ხო, ყოველთვის ხო იყოფა, მაგრამ აქ იმენა რაღაც ნახე 50-50-ზე გაიჩიტა ხალხის აზრიც რა. თქვენს მე მაინტერესებს ჩვენი გამომწერების აზრი. როგორ ფიქრობთ, ვინ გაიმარჯვა, დაწერეთ, რატო გაიმარჯვა ერთმა, ან რატო გაიმარჯვა მეორემ, ძალიან საინტერესო იქნება თქვენი აზრით. დიჩი ჩამოუყვება კომენტარებს დააგვირებს. ვიდეოს დაალაიქეთ, არც გასაკეთებს ხოლმე მაგას ყოველთვის. ვიმარები. კომუნიკაცია გქონდეს გამომწერებთან. შენ არ გიყვარს კომუნიკაცია, დიჩი აი მე მეორე პროვოკატორი კითხვა. ბიჭო, მე ამათვის ვიდეოს ვამზადებ და არ მცალია ძმაო, შენ მაგიტო გიწევს აი. ასე გებია. ხო, ანუ საბოლოო ჯამში ბეთლა და ანუ ეხა ნახე კიდევ ფიქრობდი მაინც რომ რაღაც ისეთი არ გამეპაროს მეთქი. overall საბოლოო ჯამში 51-49-ზე არის ქაის სასარგებლოდ ჩემი აზრით რა. აი ხო შეიძლება ეგ ყველაფერი არ გემოვნების საკითხი, ისევ ნუ გამოხვალ ძალიან თქო კომენტარებში და ნუ დაიწყეთ რომ ჩვენ ვიღაცას ან არ ვაფასებდან ჰეიტ სპიჩი გვაქვს ვიღაცაზე. ხო, ანუ ხო იმенно წინაზე გახსოვს ბანიზე რა ამ კენწლეს, რომ შენ ამასკას მაგაში ხარ გასო და რაღაცა ხო და ჩვენ ყველასთან მეგობრობთ და ყველას თანაბრად ვცემთ პატევს. რა თქმა უნდა, ყველა იმ ადამიანს ვინც იმსახურებს, ხო? ეგ ლოგიკურია. Sky სულოცავ გამარჯვება საკედან. რა თქმა უნდა, მალე ალბათ ნახევარფინალში გადავიდა. პოდკასტშიც მოვიწევთ დიდი ალბათობით. დიდი ხანი არ ყოფილა. ეხლა ჩვენც რაღაც ძალიან დაუგეგმავთ ვიყავით და ბოლოს თქვენც ნახავდით რომ სტუმრები ფაქტობრივად არ გვყავს ხოლმე. ეგეც გამოსწორდება, სტუმრებიც გვეყოლება, მაგრამ არ გამოსწორდება პირიქით ჩვენ ეგ ვაიბი გვინდა რომ ჩვენზე არა, ეგ ხო არა სტუმრებიც ეხლა ვიღაცეებს ითხოვთ კომენტარებში. აუცილებლად მოვიყვანთ. სტუმარიც არა პრობლემა. სულ გოგშენ სტუმრის ადგილი რა, სკამს ჩავდგომთ, ჩვენ მეც თუ გავიწევ, ისე და გაიწევა და ვუალა. შეგენაცვალებრად. მაგრამ ჩვენი მთავარი ორიენტირი ეხლა არის კაქტუს გრაინდზე. ხო და გრაინდის არტისტებსაც შემოგთავაზებთ მე პოდკასტში რა, ოღონდ ჯერ გრაინდზე ნახავთ და მე ჩვენთან პოდკასტში. კი, გრაინდზე რისი თქმაც შემიძლია არის, რომ ბიჭო რა ვიგე მგონი ერთ-ერთი საუკეთესო რეპერული კონტენტი და პროექტი გამოვა. საჩხუბება ხა თუ რაღაცას ვინც კამერაში ვერ ნახავ. მაგას გაუსვავ ხაზს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ კონტენტი იქნება კაქტუს გრაინდი ქართულ ბაზარზე. მოკლედ, ჩვენ ზუსტად მაგას ვცდილობთ. ჩვენ გვინდა რომ ეგ გამოგვივიდეს და აუცილებლად ამაში იქნება თქვენი მხარდაჭერა საჭირო, იმიტომ რომ ყოველთვის ჩვენ ისტორიაც გვაჩვენებს ამას, ჩვენს ჰიპ-ჰოპ ინდუსტრიაში, რომ საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ვერც ერთი პროექტი თუ კომპანია თუ რაღაცა არტისტიც ვერ დაიმკვიდრებს თავს და ვერ იქნება ასე რომ ნუ იქნებით სკეპტიკურები თავიდანვე თუ ძალიან ბევრ ხარვეს იპოვით. ჩვენ გავიზრდებით, პროდაქშენიც გაიზრდება. იქიდან პროდაქშენი მიტრაკებს რომ რატო იძახი მაგასო და ბიჭო ყველაფერს ვერ გაითვალისწინებ უბრალოდ მე всё თუ რაიმე ხარვაზე იქნა გასპომეთ კომენტარებში ლაშა ეს რა გენი ეგა დღეისად დაელოდი კაქტუს გრაინდს აბა მე ვიზღობდი თავს და არ მაცადე ზონდა დაელოდით კაქტუს გრაინდს და დაგველოდით ჩვენ კაქტუსელებს всё ხოძე ვართ ამთელად ვართ რაც თავარი კარგად ცოტა ფეხი მტკივა მაგრამ არა უშავს ვისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში იმიტომ რომ აი ამ ბოლო პერიოდში დავაფასე ჯანმრთელობის ფასი ხო და მოკლედ კომპანიებსაც რაც შეეხება რა შეგიძლიათ მართლა ანუ ჩვენ არ ვითხოვთ თილკმალს და თქვენს იმას
ის არ დეივი ჯონსის ის არ არის გემი რა, ხო, შეგიძლიათ მოხვიდეთ რაღაც დაგველაპარაკოთ რა, შეგვითანხმდეთ რაღაცებზე. სტარტაპების განსაკუთრებით რა, თუ თვლით რომ ჰიპ-ჰოპ სფეროსთან რაიმე სიახლოვე გაქვთ, შეგიძლიათ მოგმართოთ და გავერკვით ერთმანეთთან და ვისაუბროთ რაღაც პარტნიორობაზე რა. კომპანიები რო ტელევიზიაში აკეთებთ რეკლამას, მე არავის არ ვაკნინებ, მაგრამ როგორ არ ვაკნინებ მთელი საჭე. შემილია ვთქვა, რომ YouTube-ზე უფრო შედეგიანია შენი კომპანიის რეკლამა. იმიტომ რომ ეს სამუდამოდ რჩება ტელევიზიაში ერთხელ გავა და პაკა. აი აქ კიდე დარჩება YouTube რაღაცა ყოველთვის. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. შეგახსენებთ ისევ და ისევ რომ ჩვენი სპონსორია მეგობარი კომპანია, რომელიც პირველი დღიდან გვერდში გვიდგას Omega Ember-ი. ძალიან დიდი მადლობა White Bars. ამბარზე ხო, ამბარზე დავდებთ ინფორმაციას აღწერაში, ყველანაირ ინფოს, რაც გაგიმარტივებთ იმას, რომ მოაგნოთ ამ ადგილს და ძალიან მარტივია რა, ამ ადგილთან მოსვლა. და ჩვენ აქ ვსვავთ ხოლმე სხვათა შორის. შეგიძლიათ ხოლმე და გვერდზე ჩავიწყოთ. Join-us, brother. Joiner Lucas. Joiner Lucas მოგეთქვა, ზიმ დავრუნდი თბილისში მოგვენატრა. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე და აწი აღარ დავიგვიანებთ რა.